მარიკა დღეს დიდი დღეა დიდი რა იყო რა ხდება? ჩემი პაციენტი გაქცეულა კლინიკიდან და ჯერაც ვერ იპოვის მე შენ რა გიხარია? რას ქვია რა მიხარია ზუსტად 2 დღის წინ ორივე ფეხზე გაუკეთე ოპერაცია და უკვე დარგის ირაკლი ეს რაღაც უცნაური სიზმარი ვნახე რას ველაპარაკები რა სიზმარი ერთომ სამსახურიდან რომ დაბრუნდი ჭავჭავაძეზე ფეხსაცმელების მაღაზია რომ არის იქიდან $700 შავი ტყავის ჩექმები მომიტანე საჩუქრად რა საოცარია მეც ვნახე სიზმარი რა სიზმარი ვითომ მაგ მაღაზიაში ვიყავი და შენი ზომა აღარ ქონდათ გამარჯობათ. გთხოვთ ფეხზე ადგეთ ბატონი დათო მოგზანდება. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა მოგიხადოთ რამე თუ გაჭირვების დროს დამეხმარეთ და თქვენს პატარა სახლში დამიშვეთ პატარა ოთახი. მარიკა რა ხდება? დათოს დღეს თავის ექს-მეუღლესთან ქონების გაყოფის პროცესი აქვს. ქალბატონო მარიკა. დიახ. ღრმად მატვიცემულო ირაკლი. ხო. მინდა ყველას თან დასწრებით გადმოგცეთ თქვენი კუთვნილი ნივთები. პირველ რიგში აი ეს ხალათი. შემდეგ საპარსი კაფე და კამარი. და ეს პერანგი. მე დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით გავხდები 5 ოთახიანი ბინის, აგარაკის, ავტომობილი Renault 19-ის, უამრავი საკუთაცხოვრებო ნივთის, მათ შორის გუგულიანის საათის, მაგრამ ამ გუგულიან საათს ჩემ ცოლს დავუტოვებ დიდსულოვნების ნიშნად. ესე იგი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ჩვენთან აღარ დარჩები. სამწუხაროდ ვეღარ დავჭირ. მარიკა, ხო ამბობდი დღეს დიდი დღეა, დიდი. ჩემო დათო, შენ მე ძალიან დამაკლდი. მაგრამ გახსოვდეს, ნებისმიერ დროს შეგიძლია გვესტუმრო. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. აქენი დათო იშოვე ადვოკატი. ადვოკატის პრობლემა გადაწყვეტილია ჩემ ცოლს მოყავს. ეგ შენი ცოლის ადვოკატი დათო და შენ? მე რა? მოიცა. ყველა სასალკე ადვოკატები უნდა ყავათ. მე რა ეხლა მეუბნებით? სად ვიშოვე ხა ეს სწრაფად, ჰა? ირაკლი. შენ ხარ სერიოზული კაცი. წამომდები. დაგიჯერებე ყველაფერს. მე მორიგე ვარ დღეს. მარიკა. შენ ხარ ირაკლის მეუღლე. წამომდები. დაგიჯერებე. სისულელეა. ისა სანდრო წაიყვანო ადვოკატად. სანდრო კარგი აზრია. სიმპათიური ბიჭია, დაუჯერებე. სიმპათიური რა შუაშია. საზღვარგარეთ სწავლობდა იურიდიულზე და დაგვეხმარება. ნუ გაფიქრობ, კარგი ვარიანტია, მორჩა. და მოსამართლე ვინ არის? მოსამართლე ანდრო ცაპ. ვიცნობ. ჰიპერტონია აწუხებს. ვენების გაგანიერება და
ენდოკრინული დარღვევები. აი ეს კარგია. პროცესზე თუ დამჭირდა დარღვევებს წამოაძახე. ესე იგი დღეს საღამოს ვნახავთ შენ სიდუმალ რაინც, ხო? კი, ბარში მოვა. იცი რა საყვარელია მარიკა და იცი როგორი ყურადღებიანია. აი ჯერ ხო დილა და უკვე 5 ჯერ გამომიშვა ზარი. ეთქობა დღევანდელი საღამოსთვის განსაკუთრებულად ემზადება, იცი? ესე მითხრა შენ მარტო ყვავილები იყიდეო. მოიცადე. ყვავილები შე რატო უნდა იყიდე? თურმე მალაიზიური წესი ყოფილა. ესე იგი იმისათვის რომ სიყვარული ხანგრძლივი იყოს, გოგო ყიდულობს ყვავილებს და ჩუქნის ბიჭს, რომ მერე ბიჭმა უკან მოართვას ეს ყვავილები. რა ლამაზი ტრადიციაა რა? ხო, ძალიან ლამაზი ტრადიციაა, ნანო. ნინო ერთი წუთით. ნაყინი მინდა. ნაყინი ყინული თუ ისე? რა? რა ვიცი მე ვიკითხე. პრეტენზიები მე არ იყოს. ესე ბინა მე აგარაკი მე გამოჩ ავტომობილი რენო 19-იც მე რა ქენი, დაითანხმე ადვოკატობაზე. ხა მომისმინეთ. ესე ადვილად არ არის. ჯერ საქმეს დეტალურად უნდა გავეცნო. მერე მოვაგროვო კომპრომატები მოპასუხე მხარეზე. ხო, მერე შევიმუშაო დაცვითი სტრატეგია. ამას 3-4 თვე ხო ჭირდება? ჭირდება. რასაუბრობ სანდრო ჩემი ცოლის ადვოკატი მაგაზე არ წამოვა ძალიან პრინციპული ქალია ქალია? რომელზეა პროცესი? არ დავაგვიანებ? მეც წამოვალ სასამართლოზე. არა, ჩემ აქტივისტებს წამოვიყვან და სასამართლოს შენობასთან წინ დავდგებით ლოზუნგებით. შეწყვიტეთ ზეწოლა მხატვრებზე. ნუ ებრძვით ხელოვნებას, ხო? კი კარგია მაგრამ მე მგონი მაგას ვერ გაიგებენ არ ჯობია პირდაპირ რომ დავაწეროთ ლოზუნგზე დათოს დაუბრუნდეს თავისი კუთვნილი ნივთები მათ შორის რენო 19 კაცრავად, ჩაი თქვენ შეუყვეთეთ? არა აბა ვინ შეუყვეთა? გავედით, თორე დავაგვიანებ. მომისმინე, სანდრო. აქცევდეს დუმილის უფლება, ადვოკატსაც აქვს. შეიძლება ქალბატონოეკა, მადლობთ. აი ეს არის ტენდერში გამარჯვებული პროექტი. კი, მაგრამ ტენდერში ბევრი სხვა პროექტი იყო უკეთესი და რაღაც თქმა მეგობრის პროექტმა გაიმარჯვა. სხვა პროექტების დოკუმენტაციას ვკითხულობ. ცით სულ 5 ფურცელი იყო. და 2 კვირა რაც უნდა მაგის დაკითხვას? იცით, ძილის წინ ვკითხულობ ხოლმე და ნახევარი გვერდის მერე სულ მეძინება. ხო, ისე მსუბუქად იკითხება. ცით ეს პროექტი მე წინა კვირაში დავიწუნე, უნდა შეგეცვალათ. შევცვალეთ. კარგი. ლიფტი რატომ არ არის? ლიფტი არის ოღონდ მე-7 სართულიდან. და კიბე? კიბე გამომჭა. გამომჭა დავავატოთ. კი, მაგრამ ეს ხომ ზედმეტი ხარჯი იქნება. რა ხარჯი ქალბატონოეკა მე-7 სართულამდე. და მე-7-დან? მე-7-დან ხო არის ლიფტი. იცით, მე გთხოვეთ რომ ძველი თბილისის ელემენტები შეგეტანათ. შევიტანეთ ქალბატონოეკა. ესე იგი, ამ სახლში დიახ. მთლიანად არის კალათური სისტემა. ანუ ყველა ოჯახს აივანზე ექნება ჩამოსაშვები კალათი. კალათური სისტემა. იცით, ალბათ მაინც უარის თქმა მოგვიწევს. რატომ? იმიტომ რომ აი ამ უბანში 5 სართულიანზე მეტი საშენება არ შეიძლება. რა პრობლემაა? აი, კი, მაგრამ აი ესე რომ დავდგათ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტს არ გამოვიწვევთ? ვიფიქრე მაგაზეც, ვიფიქრე და მოვიფიქრე. დავარქვათ ბინა ვარდების მოედანზე. ნახეთ? ბინა ვარდების მოედანზე და აპროტესტო რამდენიც უნდათ.
Dabრძანდით. სატენდერო მასალები უნდა დააბრუნოთ. თქვენ აღარ იმუშავებთ საპროექტოში. მაგრამ იცით საბოლოო შანსს გვაძლევთ. ჩვენ გადაგიყვანთ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში. გასაგებია, ესე იგი, სადაც გიჭირთ, ჩემნაირი კადრები იქ ჭირდებათ. ისეთ ახლა ობიექტზე გადით, შემდეგ აეროპორტში გაიარეთ. ავსტრიელი სტუმრები ჩამოდიან და იმათ დახვდით. სიამოვნებით. თუ შეიძლება, შემდეგ სასტუმროში დაარიგეთ. სიამოვნებით. ერთი წუთით. კალომი დამიბრუნეთ. აი. ეს მდივნისა, ჩემი მეორეა. დღეს თბილისის ბრძანისის რაიონის სასამართლო განიხილავს მოქალაქე ნატა ყორშიასა და დათო ალექსიძის განქორწინების საქმეს. ვაპროტესტებ. მოქალაქე ნატა ყორშიასა და დათო ალექსიძეს შორის კი არა, არამედ მოქალაქე დათო ალექსიძესა და ნატა ყორშიას შორის. კი ბატონო, რა მნიშვნელობა აქვს? სანამ სასამართლოს მიმართავდით, ხომ არ გიცდიათ ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია მივიღოთ? მოგახსენებთ, კი ვიღავით. მაგრამ დაათრო ამან და წამოვედით. რასამ? ბატონო მოსამართლე, როგორ შეიძლება ადამიანი დაათროს აი ამან? აი გასინჯეთ. კარგი, განვაგრძოთ. როდის მივხვდით, რომ თქვენი მეუღლე შეიცვალა? ხელის მოწერიდან 3 საათის შემდეგ. რა მექნა? მიჭერდა ის ახალი ფეხსაცმელები. ბავშვი თუ ყავთ? არა, არ უნდოდა, 11 თავსატეხიაო. ხო? იტყვება. ბატონო მოსამართლე, რა ჯობია სახში ბავშვი. როცა დარბის, დაბაჯბაჯებს, ტიტინებს. მე მაგის სათამაშოებია თელ სახში მიმოფანტული. მე შემთხვევით დააბიჯებ ფეხს. გატყდება. მე ბავშვი დაიწყებს ტირილს, ღნავილს. 2 საათი უნდა აწყნარო. მე 2 საათის შემდეგ მე უნდა აჭამო. და არა? მოგახსენებთ, მაგას არც ბავშვები უყვარს და არც მოხუცები. ბებია ჩემს პენსიიდან დარჩენილი უკანასკნელი 10 ლარი მოპარა და თავისი დახატული 10 ლარიანი ჩაუდო. საწყალი ქალი აფთიაქში კი ნაღამ დააპატიმრეს. აკაკი წერეთელს ჯინსის პიჯაკი რატომ აცვიაო? ვაპროტესტებ. ვაპროტესტებ. ზემოთ აღნიშნულ ბებიას გადაეცა 10 ლარიანი წესიერად მოქალაქე დათოსთვის და გადახატავდა. მოგეხსენებათ, ხელოვანს სიმშვიდეში მუშაობა ჭირდება. მადლობთ. მაინც ვერ გავიგე რას ერჩოდა. იცით საწყალმა ქალმა შვილივით მიიღო და სამსახურში დააწყებინა მუშაობა თავისთან. ვიცოდი? რა? და სამსახური ხა ის იყო. 5 ლარს მიხდიდი. არა და მთელი დილიდან საღამომდე მთელი დღე იქ უნდა მდგარიყავი და უნდა წავიდა ის რა ქვია იმას ლომაია სოროსის მონა ესე იგი, არასანქცირებულ თავყრილობებშიც ღებულობდით მონაწილეობას. შემთხვევით ნასამართლეებს ხომ არ ბრძანდებით? ბატონო მოსამართლე. არის პატიმრობაში ნამყოფი. სუპერმარკეტის ვიტრინას მიადგა და რაღაცას ახატავდა. მაშინ დაიჭირეს. ვაპროტესტებ. კი არ დაიჭირეს. არამედ დაპატიჟეს განყოფილებაში და 15 წუთში გამოუშვეს უკან. კი არ გამოუშვეს. პოლიციის უფროსის კაბინეტის მოხატვა დაიწყო და დაყვანეს. ჯვარი თუ გაქვთ დაწერილი? არა. ეკლესიაში არ შემომყვა. პარტიის წევრი ვარო. აი მისი პარტბილეთი. ეხლა მოგახსენებ დავით კონსტანტინესძე ალექსიძე კომუნისტური პარტიის წევრი 1998 წლიდან.
ნოღაიდელი მოგწონს. კი, მაგრამ აგუტინი მირჩევნია. უხდება კაცს გძელითმა. მე მირეკავ. არა, მე მირეკავ. ელო. არა, სხვაგან მოხდით. მე მირეკავენ. ალო? ხოზურიკო. ხო. უკაცრავად სხვაგან მოხდით. ქეთევან ეზოში ქორწილია. ქორწილია? ვაიმე, ის მახინჯი ნუცა ბალავაძე გათხოვდა? შეხედე რას გავს ან რა აცვია? გენაცვალე, რა პარლიჩოს კაც აქვს ის აცვია. და მანქანა? აი ძალიან ჩვეულებრივი მრგვალფარიანი მერსედესი. ასე ხარ ამას რა გოიმიქმარი ეყოლება. მოიცა აი გადმოდის მანქანიდან აუ რამდენს ვიცინებთ. ნახდათ რაღაცა აჭამა. ვისი ლაპარაკები? აი მას უცხოეთში ვარ 2 თვის წინ რომ გავიცანი. ხო გახსოვს. მოიცა? თამარ, ისა როგორ ავკრიფო ღ? რა ვიცი მე. ხო, კარგი. ვარ არადაბალი მომხიბლელი. სურათი გაუგზავნე უკვე? მოიცა? აი, ხო გავუგზავნე. თამარ ეხლა მას შარლის ტერონი ეცოდინება ვინ არის? არა მგონია. მოდი შეხედე ნახე როგორ ჩავსვი. მოდი შეხედე. აი შარლის ტერონი. აქეთ მე. ვითომ ეს შენი დაქალია. არა, მე ვარ შარლის ტერონი. და ეს ჩემი დაქალია. ტელევიზორი გაფუჭდა. გაფუჭდა? ვაიმე დღესაღამო სერიალს რომ არ ვუყურო გავგიჟდები. და გარანტია ხო ქონდა არა 5 წელი. კი, მაგრამ 99-ში არ გამოვიტანეთ. 3 წელი წასულები რო ვიყავით რა ჩაგვითვლია? არა. მიდი რა ნახე მეზობლებთან როგორ აჩვენე. ეხლავე მოვა მოიცა. თამარ ნახე, მუცხრიკიძეებთან გადასარევად უჩვენებს. ინიძეებთან და ტონიებთან ცოტა ხარვეზები აქვს. იმ გათახსინებულ ლალიდეიდას ახალი კაცი მოუთრევია, ტელევიზორი გამორთული აქვს. ლალიდეიდას ახალი კაცი მოუყვანია? მოუთრევია. გადავიდეთ ქონების გაყოფის პროცედურაზე. სიტყვა ეძლევა დავით ალექსიძეს. ბატონო მოსამართლე, მე პრეტენზია მაქვს თითქმის ყველა საკუბაცხოვრებო ნივთზე. უძრავ და მოძრავ ქონებაზე. გარდა გუგულიანი საათისა. გუგულიანი საათი შეუძლია დაიტოვოს. კითხვა თუ შეიძლება. ძანეთ. მოქალაქე ალექსიძე. რა გაძლევთ ბინაზე საკუთრების განცხადების საფუძველს? გააქვთ რაიმე დოკუმენტაცია? თქვენ თუ გაქვთ რაიმე დოკუმენტაცია? მე მაქვს. მოწმეთა ჩვენება, რომ ბატონი ალექსიძე არაფერს აკეთებდა სახლში და ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი აგვარებდა. როგორ გიკადრებათ? ჯერ ერთი შემოსასვლელში ორჯერ გამოცვალე ნათურა.
სამჯერ გამომიცვლია. შემდეგ შემოსასვლელიდან საძინებლამდე ტელეფონის ხაზი მე გავიყვანე და საერთოდ ბინა უნდა გაიყოს შუაზე. როგორ შუაზე? როგორ და ორ შაბათს, ოთხ შაბათს პარასკევს ბინა ეკუთვნის დავით ალექსიძეს, დანარჩენ დღეებში ქალბატონ ყორშიას. არა გწყვეტიათ, რა ბინა სიტყვა? სახლში მოგიტანია საერთოდ რამე? ბატონო მოსამართლე, მოგახსენებთ, რომ მთელი ცხოვრება იძახის, გავყიდი ჩემს ნახატებს და მთელს ცხოვრებას ავიწყობ. დამიჯერეთ არაფერი არასდროს არ მოუტანია. მხოლოდ ერთხელ ვიღაც ჩინელი მომითრია. მოქალაქე, ჯერ ერთი ის ჩინელი არ იყო. ის იყო ბაშკირი. და მეორე მე კი არ მოათრე. ბატონო მოსამართლე, იმ დღეს ძალიან დავთვერი და იმ ბაშკირმა მომაცილა. აი ხომ ხედავ, ბოლო ორი კვირა სულ სვამდა. იცით, ერთხელაც არ ყოფილა ფხიზელი. ვაპროტესტებ. აპროტესტებ კი არა დაჯექი ახლა. ასაგებია. დანარჩენ ქონებაზეც მოახსენეთ სასამართლოს. რაც შეეხება მანქანას, რენო 19-ს მე მეკუთვნის და მე მგონი აქ პრეტენზია არავის არ ექნება. აპროტესტებ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. ავტომანქანა რენო 19 ქალბატონმა ყორშიამ ჯერ კიდე ქორწინებამდე შეიძინა. არა, ეხა მითხარი, ესე წვიმარი რა მნიშვნელობა აქვს, ა? ხარეთ აზრი გასაგებია. ორივე მხარის ადვოკატს თხოვთ მობრძანდეთ შემდეგ. მოგებული გვაქვს. ვითომ? ჩემი პირველი საქმე არ არის ეს. ბაბა, მეორე. თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთში მოილაპარაკოთ, სასამართლო გაითვალისწინებს ამას განაჩენის გამოტანისას. თქონთ დაიწყეთ. დღეს საღამოს ასაკეთებთ. ანანო, გადმოჯექი, ხო ხედავ რომ არ მოდის. მაინც ორი კაციც შემოვიდეს და ის თუ არ იქნება, გადმოვჭდება. ორი შემოვიდეს. კი. და ესე მითხრა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ და მერე დამირეკეო. ხო და ალბათ მართლა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზეა და ჯერ არც ალია. მერე გადმოგირეკავს. ალო? იცით ახლა ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ და მერე გადმოგირეკავთ. მოგიდგენია. მომატა. შემპირდა მოვალო და არ მოვიდა. მიმატავა. კეთილი იყო შენი მობრძანება რეალურ სამყაროში. იცი რა? რამე მაგარი უნდა დალიო. ნინო, ერთი მაგარი ჩაი მოუტანე ანანოს. არა, ჩემი ბრალია ყველაფერი. თავიდანვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ ესეთი უსინდისო იქნებოდა. მეორე პაემანზევე მეგობრებთან ერთად როგორ მოვიდა. მოიცადე, შენ მეგობრებს არ იცნობდი და ისე? იმ სამ გოგოს არა და ანიდენინი პირველ პაემანზე გავიცანი. ამიტომ ადამიანი ჯერ კარგად უნდა გაიცნო და მერე უნდა დაუმეგობრდე. არ შეიძლება ქუჩის საქველმოქმედო აქციაზე გაიცნო ადამიანი და იმავე დღეს პაემანზე შეხვდე. რა დაფიქრდი შენ სირბლი ვინმე მასე იქცება? ახლა როგორ გავიცხოვრო მე? რა აზრი აქვს ჩემ ცხოვრებაზე? ახლა მე ავდგები. აქედან გავალ. ჩავჯდები 47 ნომერ მარშრუტკაში.
მივალ დიდუბის სადგურში. ვიყიდი ჟეტონს, ჩავალ მეტროში, დავწვევი ლიანდაგებზე და ანა კარენინას მსგავსად ჩემ ბედის წერას დაველოდები. შენ სულ გაგიხდა, ხო? ერთი წუთით. რამდენია ჩვენზე? ერთი წვენი, ერთი ჩაი და 12 ყავა. 34 ლარი. 34 ინებეთ. იმის არია, დავიღო. არ უპასუხო. არა. მართალი ხარ. არ უპასუხებ ინერვიულოს, არ უპასუხებ, ან ვუპასუხებ და ხმას არ მოვიღებ. მართალი ხარ. ვუპასუხებ და საშილად ვეჩხუბები. მომეცი? ეხლა დაიწყება ტყუილები, სახლი ჩამეკეტა, ლიფტში გავიჭედე და კიდე ვინ იცის რა. მოგიდგენიათ. საცობში გაჭედილა შარდენზე. ძიეს გამოვაღწიო. აი რა სისულელეა ანანოა. შენ თავს გეფიცები ტყუილი საერთოდ არ იცის. მთელი წუთი ნახევარი მებოდიშებოდა და მარტო მერე მითხრა შენ თვითონ გადმომირეკეო. გამარჯობა ირაკლი. რომ შეპირდი მეზობლების კრებას მოვაწყობო გარეგანათების დამონტაჟებაზე და ნაგვის დროულად გატანაზე გადაწყვეტილება მივიღო თუ როდის უნდა გავაკეთოთ? გინაცელი, ჯერ არ ვიცი. მაშინ ტელევიზორს გვაყურებინე. ირაკლი, იცი რა, ტელევიზორი გაგვიფუჭდა და შეიძლება სერიალს შენთან უყუროთ. აქ უყურებთ სერიალს? ხო. და არ გაკეთდება? ნუ ალბათ გაკეთდება, მაგრამ დღეს შენთან ვუყურებთ რა ირაკლი. ერთი წუთი. გამელოდეთ. უყურეთ. ირაკლი, შემოვალთ, ვუყურებთ, ხელს არ შეგიშლით. მოიცა. ან არ უყურებთ და ხელს არ შემიშლით? ან უყურებთ და ხელსაც შემიშლით. რა მაგრად ხუმრობ? გაჭექი. და რა დაემართა თქვენ ტელევიზორს? რა ვიცი, უცებ გაფუჭდა. ხო ეს იმის ბრალი იქნება ამ სერიალებზე რომ გადართავთ, გადმორთავთ. გაფუჭდებოდა, აბა რა მოუვიდოდა? ხო, გადავთავთ, გადმორთავთ, გადართა ხა დროზე. აი მე თამარ დაწყებულია. აი როდრიგო. აუ აი ეს ბიჭი როგორ მომწონს, საურა სიმპათიურია და როგორი პატიოსანი. ვაიმე, პატიოსანი არ ყოფილა. კაცო, ამბავს პატრონი არ ყავს. კი. დედამისი უკარო კოცნიან. რა სისულელეებს მაყურებინებთ რა? მე ეს ხალი გაიხდის. გაიხდის? როდის? მომეცი? აუციოთ რომ გავიგოთ როდის გაიხდის. ეს ვინ არის? ეს ვინ არის? ის იყო რომ უნდა გაიხადოს. ეს ვაიმე, ეს ბიჭია. ავარიაში რომ მოყვა და საავადმყოფოშია თამარ. ვაიმე. არაფერი არ იციან ამ ბრაზილიელმა ექიმებმა რა. შოში არ არიან რა. ირაკლი. მუცელთან რა გინდა? რა უნდა მუცელთან? ირაკლი გვიშველე. მაგას ფუძე აქვს მოტეხილი. კისერი აქვს მესამე მალის დონეზე გადატეხილი დამახასიათებელი პოზიცია აქვს. რა გინდა მან? საყელო დაადე, შე დებილო, საყელო. გუგები შეაფასე. ტრახეოსტომია ზედა. სანაცია ჩაუყარე, სანაცია.
რა მოხდა? ვერაფერი ვერ უშველეთ, მარიკა. მამა იმ ძველი საქმის ხელახლა აღსურას ითხოვს. ეს აიდან იცი. გავიგონე სასტუმრო ოთახში რომ კამათობდით. ჩემო ბეღურა, რას უყურებ? არ უნდა ამდგარიყავ. ირაკლი. არა, ძლივს მარტო დავრჩით და ერთად უყუროთ. რა შეუნება ეს ქალი? შემსახურება რომ ჩუის პოლიცია. ნუ ფთხი. შენაკი. მე გავაღებ კარს. არა ჩემო საყვარელი. მამა შენს უნდა ჩემ შულს ცხოვრება და გახსოვს ირაკლი რომ მითხარი შემოიარე ხოლმეო ო აი ხდება დათო? სადერე ყავ 09-ში ალო სტრასბურგის სასამართლოს ტელეფონის ნომერი მინდა